ხმელთაშუა ზღვის პატარა კურორტები დღეს ესპანეთის ეკონომიკური აღორძინების მთავარ ეპიცენტრად იქცნენ. COVID პანდემიის მიერ დაცარიელებული სანაპიროების შემდეგ ესპანეთის ტურისტულმა ინდუსტრიამ არნახული აღმასვლა აჩვენა. უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად ახალ რეკორდებს აღწევს და 2025 წელს ამ მაჩვენებელმა 97 მილიონს გადააჭარბა. დღეს ესპანეთის საფრანგეთის შემდეგ მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ტურისტული მიმართულებაა და 2026 წელს ინდუსტრია 100 მილიონიანი ნიშნულის გადალახვას ელოდება. ტურისტული ბუმის მიღმა მხოლოდ მზისა და ზღვის მიმზიდველობა არ დგას. საქმე ისაა, რომ გლობალურმა გეოპოლიტიკურმა ძვრებმა ესპანეთის სასარგებლოდ სერიოზულად იმუშავა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ევროპელმა მოგზაურებმა თურქეთის, კვიპროსისა და დუბაის ალტერნატივად უსაფრთხო ესპანეთი აირჩიეს. კრიზისებისა და სამხედრო დაპირისპირებების დროს ესპანეთი მუდმივად სტაბილური ნავსაყუდალის სტატუსს ინარჩუნებდა, რამაც ისეთი ტურისტებიც კი მიიზიდა, რომლებიც მანამდე არჩევანს ეგვიპტესა და თურქეთზე დაბალი ფასების გამო აკეთებდნენ. სტატისტიკაც ამასვე ადასტურებს, რადგან მხოლოდ აპრილში ესპანეთმა 9,100,000 საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 450,000 მოგზაურით მეტია. პარალელურად ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო დუბაის საერთაშორისო აეროპორტში გზართვნაკადი 66%-ით შემცირდა. ტურიზმის წილი ესპანეთის ეკონომიკაში უკვე 13%-ს აღწევს, რითაც ქვეყანამ განვითარების ტემპით საფრანგეთსა და გერმანიასაც კი მარტივად გადაუსწრო. ექსპერტების მოსაზრებით ეს მართლაც დიდი ფინანსური გამარჯვებაა, თუმცა ლოგიკურია, რომ სწორედ ამ უპრეცედენტო მასშტაბებმა საზოგადოებაში სრულიად საპირისპირო რეაქცია გამოიწვია. თუ წლების წინ მილიონობით სტუმრის მიღება ესპანელებისთვის მხოლოდ სიამაყესა და ახალ შესაძლებლობებთან ასოცირდებოდა, დღეს უმართავმა ტურისტულმა ნაკადებმა ადგილობრივების ყოველდღიურობა ფაქტობრივად გაუსაცლისი გახადა. ეკონომიკური სარგებლის მიღმა მოსახლეობამ საკუთარ ცხოვრებაზე ინდუსტრიის ნეგატიური გავლენა დაინახა, რამაც საყოველთაო უკმაყოფილებასა და ღია საპროტესტო ტალღის აგორებას ხელი შეუწყო. ურბანული ქაოსი და ეკოლოგიური ზიანი პრობლემის მხოლოდ ხილული ნაწილი აღმოჩნდა, რადგან მთავარ დარტყმად საცხოვრებელ სახლებზე წვდომის დაკარგვა იქცა. უძრავი ქონების მფლობელებმა ფასები ლოკალურ რეალობას მოსწყვიტეს და ქირა პირდაპირ უცხოელი ვიზიტორების ჯიბეს მოარგეს. ამის გამო საპროტესტო მუხტმა ჩრდილოეთ რეგიონებით სწრაფად მოიცვა. მოქალაქეები მოკლევადიანი გაქირავების ბიზნეს მოსახლეობის გაკოტრებაში უკვე ღია დადანაშაულებენ. სოციალური პროტესტის ზრდის პარალელურად ხელისუფლებამ თამაშის წესებს ცვლის. საცხოვრებელი ფონდის ხელოვნური დეფიციტის შექმნისთვის სახელმწიფომ ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმა 65 მილიონი ევროთი დააჯარიმა. მუნიციპალიტეტებმა კიდევ უფრო ხის ზომებს მიმართეს და ტურისტული გადასახადის გაორმაგებასთან ერთად ბარსელონამ 2028 წლისთვის გაქირავების 10,000 ლიცენზიის გაუქმების უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ესპანეთის მაგალითმა გლობალურ ბაზარს დაანახა, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება მხოლოდ სოციალური საკითხი არ არის და ის პირდაპირ ფინანსურ რისკებში ითარგმნება. ინდუსტრიის მთავარი კაპიტალი არა მხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ ცოცხალი ავთენტური ურბანული გარემოა. შესაბამისად, როცა ტურიზმი ქალაქს მაცხოვრებლების განცლის, სექტორი უბრალოდ აქრობს იმ მთავარ პროდუქტს, რაშიც ვიზიტორი ფულს იხდის.